დღეს გამთენიისას უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელდა დრონებით თავდასხმა. პირველადი ცნობით ეს იყო ირანული შაჰედები, დრონები, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. მას შემდეგ, რაც ჩამოვარდა დრონი, მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსში და მისი დიდი ნაწილი დაზიანდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებული იყო 6 ადამიანი, რომელთაგან 4 იყო ბავშვი, თუმცა მოგვიანებით კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაახლა ინფორმაცია და მისი თქმით დაშავებული არის 7 ადამიანი და მისივე ცნობით ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი. მანამდე ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში იყო ჩართული და აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა რეგიონში. ამავდროულად ავრცელებს ინფორმაციას მოსკოვის მერიც სერგეი სობიანინიც გუშინ საღამოს საათების შემდგომ ის ავრცელებდა შეტყობინებებს, რომ ხდებოდა დრონებით თავდასხმა მოსკოვის მიმართულებით, როგორც თვითონ ცენტრალურ ნაწილებში, ასევე მის ირგვლივ მოსკოვის სხვადასხვა რეგიონში. ტელეგრამ არხზე ვრცელდებოდა სერგეი სობიანინის ცნობები ამის შესახებ. ყველაზე ბოლოს დაახლოებით ღამის 2 საათზე მან გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხდა საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობენ და მოგერიება მოხდა უკრაინული დრონების. მისი ცნობით 7 დრონი ჩამოაგდეს გუშინ ღამე და ასევე მოსკოვის მახლობლად 8 დრონი ჩამოაგდეს მანამდე, რასაც ავრცელებდა სობიანინი ინფორმაციას. შედეგებზე იმასთან დაკავშირებით თუ სად მოხდა ნამსხვრევები არის თუ არის თუ არა მსხვერპლი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სობიანინი ჯერჯერობით არ ავრცელებს. სხვადასხვა პოსტის ქვემოთ ის აცხადებს, რომ ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები. არსებული ინფორმაციით ამჟამად მოსკოვში არის დახურული შერემეტიევოს აეროპორტი.